არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, სულის ფარულის ნეულებანი. სასარგებლოა თუ არა დამწყებმა ქრისტიანმა მოყვას ასავლოს სარწმუნოების საქმენი. სულიერებას მოკლებული იმავე მოშურნეობის ცუდმადიდური აღზნების თავდაჯერებულობის ნიადაგზე ხშირად აღმოცენდება მასწავლებლობის ვნება. ჩვენს დროში ჩვეულებრივი გახდა ყველა მასწავლოს და ჭკუა დაარიგოს მოყვას, თუმცა ძალზე ხშირად მასწავლებლები ხდებიან ისინი, ვისაც რამდენიმე ნაბიჯიც არ გადაუდგამთ ქრისტიანულ ცხოვრებაში და მხოლოდ ოდნავ შეღებული კარიდან თუ შეხედავენ მას. რა ხშირად ხდება, რომ კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ურწმუნოებასა და ცოდვებში გაატარა, მას შემდგომ რაც შეინანდა და როგორღაც შეცვალა ცხოვრების წესი, რამდენჯერმე მევიდა ეკლესიაში, ან რამდენიმე დღე გაატარა მონასტერში, გაეცნო ზოგიერთ ქრისტიანულ კანონსა და შეხედულებას, საეკლესიო წესებსა და წესრიგს, მაშინვე იწყებს თავისი ახლობლების, მეგობრების, ნათესავების სწავლებასთან მხილებას. საყვედურობს, რომ არიან ურწმუნონი, არაეკლესიურნი, სატანის სახურებაშიც კი ადანაშაულებს მათ და ასე შემდეგ. ხშირად შეინიშნება ისეთი შემთხვევებიც, ახალმოქცეული კაცი, რომელმაც ცოდვითი ცხოვრება სულ ახალხან მიატოვა, მაშინვე იწყებს მოყვას და სწავლებას, გამოსწორებას, ძალდატანებით მათ მოქცევას, მათ სულების ცხონებას, მაგრამ გადის ცოტა ხანი და თავადვე ეცემა, უბრუნდება ადრინდელ ცოდვით ცხოვრებას. ისინი კი, ვისაც ამხელდა დაინახავენ მას ასე გასაცოდავებულს, ჩათვლიან, რომ ქრისტიანობა უსარგებლოა და უძლური და კიდევ მეტად უკვე უქცევიან პირს ეკლესიისგან, ღვთისაგან. მრავალი ჩვენთაგანი, როგორც კი სასულიერო წიგნებში წაიკითხავს რაიმე შეგონებიც, ან აღმოაჩენს საინტერესო აზრსა და მსჯელობას, მაშინვე მოყვას მიაშურებს, იწყებს მისთვის ჭკუის სწავლებას, შეგონებას, საჩქაროდ აძლევს რჩევას ამათა ამა თუ იმ სწავლების გამოსაყენებლად, თუმცა თავად ჯერ არც უსარგებლია ამ სწავლებით და არც აპირებს. ახლა ხშირად ხდება, რომ ისინი, ვინც ირწმუნა, არ ცხოვრობენ სარწმუნოებით, მხოლოდ გაეცნობიან ქრისტიანული მეცნიერების რაღაც მხარეებს და მათ თავისი შეხედულებისაებრ განმარტებულს გადასცემენ მოყვას, ხოლო თავად არც კი გამოიყენებენ ამ სიმდიდრეს. როგორ გავრცელებულია დღეს ასეთი მოვლენა, კაცის მთელი რელიგიური ცხოვრება იწყება და მთავრდება მხოლოდ მის თავში და გულამდე ვერ აღწევს. სმენითა თუ გონებით შემოსული რელიგიური ცოდნა თავში უტრიალებს კაცს, იგი მას განიხილავს, ახლებურად გაიაზრებს, ხშირად თავისებურად გადააკეთებს, რაც ენით მაშინვე გარეთ გამოაქვს და ირგვლივ მყოფთ აწვდის, როგორც საკუთარი ცხოვრებით შემოწმებულ ნამდვილ სულიერ გამოცდილებას. მაგრამ ცოდნა, რომელიც არ არის ქმედითი ცხოვრებით, ბრძოლით გამოცდილი და გამოწვნობილი, ფუჭია. კაცი, რომელიც ასწავლის არა სულიერი გამოცდილებით, არამედ წიგნიერი ცოდნით, ისააკ ასურის სიტყვების თანახმად, ემსგავსება მხატვარს, რომელიც მწყურვალს დაპირებულს წყალს საღებავებით უხატავს კედელზე. უბედურება კიდევ ის არის, რომ ვინც ნაადრევად შეუდგება მასწავლებლობას, თავად რჩება უნაყოფოდ. ამით გატაცება კაცს ძლიერ უშლის ხელს. იმუშაოს საკუთარ თავზე, დაინახოს პირადი უძლურებანი და ეძიოს მათი განსაკუთრებული საშუალება. და ისევ ასეთ არასწორ მასწავლებლობას საფუძველად უდევს ცუდმადიდობა, თავდაჯერებულობა, თავის დაფასება, გონების ამპარტავნება. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს უქმობისკენ მიდრეკილება, საკუთარ თავთან მძიმე ბრძოლისგან გაქცევა და ამ შრომით შეცვლა იოლის საქმით, სხვათა შეგონებით. მთელი ქვეყანა მუდამ იყო და არის ავად ამ ვნებით. მეტნაკლებად სახელგანთქმული მოაზროვნენი განუწყვეტლივ ლამობდნენ ყველასათვის ესწავლებინათ საკუთარი ნააზრები და თანაზრახვენი შეეძინათ. ფილოსოფოსები, რელიგიური მოაზროვნეები, ერესიარქები მთელი მონდომებით ცდილობდნენ თავიანთი ერესის გავრცელებას, ნებისმიერ რელიგიურ სექტას სურს შეძლებისამებრ ყველა გააბას თავის ბახეში. მაშა სადამე შეიძლება არსებობდეს უამრავი მადლმოკლებული წამოწყება და სწრაფვა ქადაგების დასაწყება და საკუთარ სარწმუნოებაში სხვათა
ჩასათრევად. ამიტომაც არ უნდა ვენდოთ ამ ჩვენს შინაგან ბრჭყალებში მოშურნეობით სწრაფვას. ჭეშმარიტების გზაზე მივაქციოთ ყველა, როგორც ამას ღვთის მადლით აღასრულებდნენ ეკლესიის მნათობნი, წმინდა მოციქულები და წმინდა მამები. ადვილად შესაძლებელია ჩვენში ჩამალული ეს ბოროტი ვნებები ჩაგვაგონებენ, რომ ჩვენი სულის ხსნაზე ზრუნვა სხვათა ხსნის მცდელობაზე გადავიტანოთ. ასე მათ ეხსნებათ გზა თავისუფლად იარსებონ ჩვენს გულში. ჩვენ კი სხვათა ცხოვრებაზე ზრუნვისას შეიძლება წარწყდეთ კიდეც. იაკობ მოციქული გვეუბნება: ნუ მრავალნი მოძღვრით, ძმანო ჩემნო, უწყოდეთ რამოდი უდიდესი სასჯელი მივიღოთ. იაკობის მესამე თავის პირველი მუხლი. აი რას ამბობენ ამის შესახებ წმინდა მამები. ერთმა ბერმა თქვა: ნუ დაიწყებ სხვათა ნაადრევად სწავლებას, თორემ მთელი ცხოვრება გონებრივად უმწიფარი დარჩები. ამბა იმენი დიდი სიმდაბლეს იმდენადვე ეწინააღმდეგება მოყვასისადმი სწავლება, რამდენადაც მისი მხილება. ამბა ისაიამ თქვა: სახიფათოა ნაადრევად დავიწყოთ მოყვასის სწავლება, რათა თავად არ ჩავცვიდეთ იმაში, რის შესახებაც სწავლებით ვაფრთხილებთ მოყვას. შემწოდებელი ვერ ასწავლის სხვას, თუ როგორ არ უნდა ჩავარდეს ცოდვაში. მისივე სიტყვები: სხვათა სნეულებისკენ სწრაფვა, რა კი მიიჩნევ, რომ ამის უნარი შეგწევს, სულისთვის დაცემის მიზეზი ხდება. ის, ვინც თავდაჯერებულობით ხელმძღვანელობს და სურს, რომ მოყვასი უვნებელობამდე აიყვანოს, თავის სულს სავალალო მდგომარეობას უქმნის. იცოდე და შეიგნე, როცა მოყვას ასწავლი, აკეთოს ასე თუ ის, შენ მოქმედებ იარაღით, რითაც ანგრევს საკუთარ სახლს, სწორედ მაშინ, როცა მოყვასის სახლის მოწყობას ცდილობ. ისაკ ასური: კარგია უფლისათვის ღვთისმეტყველება, მაგრამ ყველაფერს ჯობს კაცმა თავი განიწმინდოს ღვთისათვის. თუ მცოდნე ხარ და გამოცდილი, უმჯობესია იყო ენა დაბმული, ვიდრე შენგან მდინარესავით მოედინებოდეს შენივე გონება მახულური სწავლებანი. შენთვის მკვდრების აღდგენაზე უფრო სასარგებლოა იზრუნო, რათა გულის სიტყვები ღვთაებრივისკენ წარმართო და ამით ვნებათაგან მკვდარი შენი სული აღადგინო. ბევრი აღასრულებდა სასწაულებს, აღადგენდა მიცვალებულებს, შრომობდა გზაბნეულთა მოსაქცევად და იქმოდა უდიდეს სასწაულებს. მათი წყალობით მრავალმა შეიცნო ღმერთი, მაგრამ ყოველივე ამის შემდგომ ისინი სხვათა განმაცხოველებელნი ჩაცვიდნენ საძაგელ ამაზრზენ ვნებებში, სულიერად მოკვდნენ და ბევრისთვის საცდურად იქცნენ, მას მერე, რაც მათი საქმეები გაცხადდა. ეს იმიტომ დაემართა, რომ ისინი ჯერ კიდევ სულით სნეულნი იყვნენ და არ ზრუნავდნენ საკუთარი სულის სიჯანსაღეზე. უჟულოთა მონებისგან ასობით ქრისტიანი მონა, რომც გამოისყიდო და თავისუფლება მიანიჭო, ეს ვერ გაცხოვნებს, თუ თავად ვნებათა მონობაში იმყოფები. როცა კაცი საკუთარ თავში სიმშვიდეს პოვებს, მას უკვე შეიძლება სხვებს მოჰქმნოს გონების განმანათლებელი ნათელი. მახარებლობა და ქადაგება არ არის ყოველი მორწმუნის არათუ პირველი, არამედ საერთოდ რომელიმე მოვალეობა. მისი უპირატესი ვალია თავად განიწმინდოს ვნებათაგან. ცუდმედიდობასა და თავდაჯერებულობას უყვარს სხვათა სწავლება, დამოძღვრა. ისინი არ ზრუნავენ თავიანთი რჩევების ღირსებაზე, არ ფიქრობთ, რომ შეუძლიათ მოყვას უკურნებელი ჭრილობა მიაყენონ თავიანთი უგუნური რჩევით. რჩევისა და ხელმძღვანელობისთვის არ არის საკმარისი, რომ კაცი იყოს კეთილმსახური, საჭირო იყოს სულიერად გამოცდილი და ყველაზე მეტად კი სულით ცხებული. თუ კაცი ჭეშმარიტებით ჯერ არ განწმენდილა და თავისი შთაგონებით ხელმძღვანელობს, ის თავისთვისაც და სხვებისთვისაც წმინდა ნათელს კი არ გამოსცემს, არამედ ამღვრეულსა და მაცდუნებელს, რადგანაც მის გულში მკვიდრობს არა წფელი, არამედ მეტნაკლებად ბოროტებასთან აღრეული სიკეთე. აბა ესაია ამბობდა: საიდან უნდა ვიცოდე ვარ თუ არა ღვთისადმი სათნო, რათა ძმას უთხრა, მოიქეცი ასე ან ისე, ჩემი ცოდვების გამო ჯერაც სინანულის უღელი მადგას.
კეთილი გზნობები მდუმარენი არიან, ეგოისტური გზნობანი კი სიტყვების ამოფრქვევით ლამობენ, გამოთქვან ის, რაც აამებს ჩვენს თავის მოყვარებას და რასაც როგორც გონია, შეუძლია საუკეთესო მხრიდან წარმოგვაჩინოს. თითოეულს გვართებს ზრუნვა საკუთარ თავსა და სულიერ სარგებელზე, რადგან მოციქული სიტყვებით ყოველი ჩვენგანი თავად აგებს პასუხს ღვთის წინაშე. გაუგებრობა მაშინ ხდება, როცა სხვათა შეგონება უფრო მოგწონს და ვცდილობთ ხან დავარწმუნოთ, ხანაც გადავარწმუნოთ ისინი და დაუმტკიცოთ მრავალნაირი არგუმენტებით. კეთილმსახურებითი მოღვაწეობა არც კი ჰქონდა დაწყებული, რომ უკვე შემეყარა ცუდმედიდობის სენი. ბევრი მოვასწარი კარიბჭეში შებიჯება და უკვე ოცნებობ საკურთხეველში შესვლას. ჯერ არ შევდგომი ვარ ღვთისათნო ცხოვრებას და უკვე ჩემს მოყვას ვამხელ. ჯერ არ გამიგია რა არის ჭეშმარიტება, არადა მსურს სხვათა მოძღვარი ვიყო. სულო ჩემო, ყველაფერი გიბოძა უფალმა, აზროვნება, გონება, ცოდნა, მსჯელობის უნარი, მას შეიცან შენთვის სასარგებლო. როგორ ოცნებობ, სხვანი აზიარო ნათელს, როცა თავად ხარ ჩაძირული წყვლიანში. ჯერ საკუთარ თავს უმკურნალე და თუ ეს არ ძალგვირს, დაიტირე შენი სიბრმავე. ამრიგად, როგორც წმინდა მამათა სიტყვებიდან ჩანს, სწავლება, ხელმძღვანელობა, მოძღვრობა არ არის ყველასათვის სასარგებლო, მიუხედავად იმისა, რომ იგი ასე დიდებულ და სანაქებო საქმედ გვეჩვენება, ხოლო საკუთარ უძლურებათა შესაცნობად თვითჩაღრმავება, მათი განკურნების გზების ძიება ყველასათვის უპირველესი მნიშვნელობის საქმეა.